რეჟიმი ისეთ სტადიაში არის და ბიზნესმენშვილი უკვე ისეთ სტადიაშია, რომ მხოლოდ ისეთ ადამიანებს ნიშნავს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ძალოვან სტრუქტურებში, რომლებიც წლების მანძილზე გამოირჩეოდნენ ყველა ბრძანების, უსიტყვო ბრძანების, ასე ვთქვათ, უსიტყვო შესრულების ამ ბრძანებების და ეს ბრძანებები იყო განსაკუთრებულად ანტისახელმწიფოებრივი, მათ შორის სრულებით აცდენილი იყო სამართლებრივ რეალობასთან ბატონი თადუმაძეც ამით გამოირჩა, ხო? ამიტომაც ძალიან ბუნებრივია, რომ ეს ადამიანი ესეთ მნიშვნელოვან მომენტში ივანიშვილისთვის, როდესაც რეჟიმი ირყევა და როდესაც რეჟიმი სანქცირდება და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად არის მის წინააღმდეგ, სწორად რომ ასეთი კადრებს უნდა რომ დაეყნოს, ხო? იმიტომ რომ ორი გზა არის დარჩენილი ამ ქვეყანაში და უკვე ყველა კარგად აცნობიერებს სტატუს quo ვეღარ აღდგება, ეგრეთ წოდებული ნელთბილი ავტორიტარიზმი ამ ქვეყანაში ვეღარ იარსებებს, ან იქნება სრული დიქტატურა და აბსოლუტურად ყველა თავისუფლების კუნძული იქნება ამოძირკული, ქვეყანა იქნება აბსოლუტურად იზოლირებული და სანქცირებული და მოწყვეტილი დასავლურ სამყაროს, ან დაიწყება დემოკრატიზაციის დიდი ტალღა და მათ შორის მოხდება ამ სისტემის დემონტაჟი. მე მათ შორის მინდა თქვენს მაყურებელს ვაცნობოთ თუნდაც ის ამბები, რაც ბოლო ორი დღის მანძილზე მოხდა ნაციონალურ მოძრაობის თავს. ჯერ მარტო ერთი პოლიტიკური პარტიის თავს. პირველად მინდა ვთქვა, რომ გუშინ მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი მარნეულის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს ბატონ რამო ახმედოვს პოლიტიკური აქტიურობის გამო დაურეკეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქნენ და მერე დანებით შეიარაღებული ხალხი მის სახლთან იყო ჩასაფრებული, რაც მისმა მცირეწლოვანმა შვილმა დაინახა და ასე მოხდა არიდება, ასე ვთქვათ, დაურეკა მამას და ასე მოხდა არიდება აი ამ ჩასაფრების. დღეს წალკასში ჩვენი პარტიის მთავარ ოფისს, ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს და დაარბიეს ეს ოფისი. ანუ ეს არის ყოველდღიური ცხოვრება, სამწუხაროდ ნაციონალურ მოძრაობის სიმართლე ითქვას 12 წელი ეს არის ყოველდღიური ცხოვრება. უბრალოდ დღეს ის განსხვავებული მდგომარეობა, როდესაც ჩვენ რო ვიძახდით, რომ აი რუსებთან გვაქვს საქმე, რომ ბიზნესმენშვილი გეოპოლიტიკურად ამ ქვეყანას არ უსებს, რომ საქართველოში მთავარი რუსული სქემის კოორდინატორი არის ივანიშვილი და ბევრს რომ არ ჯეროდა ჩვენი, ეხლა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამას უკვე ხვდება და ამიტომაც თუ ადრე იყო ხოლმე ნაციონალურ მოძრაობა ამოღებული სამიზნეში და ჩვენ გვაყადაღებდნენ, ჩვენ გვაიძულებით ემიგრაციაში გვიშვებდნენ და ლიდერიდან დაწყებული და დამფუძნებლიდან დაწყებული, დამთავრებული რიგითი აქტივისტით ყველა წინააღმდეგ რო საქმე იყო აღძრული. ეხლა უკვე ეს ყველაფერი ვრცელდება, არ ვიცი, ყველა პროფესიის ადამიანზე, ხო, თავისუფალ მოქალაქეებზე. ეს არის ბრძოლა ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილმა უკვე ისე დაანონსა კი არა, უკვე ატარებს ამ ადრე დაანონსება იყო თქვა 29 აპრილს, ხო? დღეს ეს დაანონსება სისხლულეში მოყავს ამ ადამიანს. ათეულობით ადამიანი სისხლის სამართლის წესით 7-10 წელი თავისუფლების აღკვეთას ემუქრება იმის გამო, რომ უბრალოდ თავის სამოქალაქო პოზიციას იცავდნენ და ერთსაც ვიტყვი, მოდი ხა პირდაპირ ვთქვათ, ხო? აქ უკან დასახევები და სტატუს კოს აღსადგენი აღარაფერი აღარ არის. ამიტომაც ერთადერთი რაზეც აქვს სწორება რეჟიმს არის ის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მის წინააღმდეგ არის, აბსოლუტური უმრავლესობა რა, დიდი უმრავლესობა არის მის წინააღმდეგ განწყობილი, ამიტომაც მან ხელი ჩაიქნია იმაზე, რომ პროპაგანდით, რეპრესიული აპარატით შეძლებს და უმრავლესობის ხარდაჭერას მოიპოვებს. მისი ამოცანა ეხლა გახავთ, რომ ეს უმრავლესობა იყოს ქმედუნარო, იმიტომ რომ ხელი ჩაიქნიოს და თქვას, რომ აზრი არ აქვს, ამათ ვერ მოვერევით, ესენი ყველას დაგვიჭერენ და ამიტომაც იღებენ მსგავსი ტიპის კანონებს, ამიტომაც არბევენ ასე უმოწყალოდ და ბარბაროსულად აქციებს და ამიტომაც დემონსტრაციულად თითქოს და გამოდიან და ამბობენ, რომ არანაირი სანქციები მათ არ აღელვებთ. სინამდვილეში ძალიან ირყევა ეს სისტემა, სინამდვილეში ძალიან მძიმე და აქვს საქმე და თუ ქართული ხალხი ამას ბოლომდე მიიყვანს, ანუ ქუჩაში ჩვენ ბოლომდე ვიდგებით. ეხლა მათ სწორება აქვს, რომ ახალი წლები აჯობებს ეროვნულ წინააღმდეგობას. შეუძლებელია ახალმა წლებმა, რაც არ უნდა გვიყვარდეს ეს დღესასწაული და მსგავს დღესასწაულები, აჯობოს იმას, რომ ჩვენ გვინდა ქვეყნის გადარჩენა. ეხლა სამკვეთთან მოვიდოდი უსმენდი, მართლა სულ შემძრო ჩანაწერი არის სატელეფონო საუბარი გიორგი ოკმელაშვილის თავის მეუღლესთან. ხო, ყველა მოსმინოს აი მოცნების იმ მომხრეებმა, რომლებიც ძალიან მცირე რაოდენობის არიან და მართლა ამ ხალხს თვალი აქვს უკვე დაბინდული, მაგრამ მოусმინეთ, ეს ადამიანები არიან არა რაღაც გლობალური ომის პარტიის აგენტები, არ გახლავენ არც რადიკალები, ესენი არიან პატიოსანი ხალხი, რომელთაც ყავთ ცოლშვილი, რომელთაც ყავთ ოჯახები, რომელთაც უნდათ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, რომელთაც არ უნდათ რომ პოლიცია იდენტიფიკაციის საშუალება არ ქონდეს და ახალგაზრდებს თავპირსულ ეწავდეს და პირში აფურთხებდეს და წლობით ციხისთვის იმეტებდეს და არ უნდათ რომ მათი ქვეყანა იყოს სრულიად იზოლირებული და სანქცირებული და არ უნდათ რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ და უნდათ რომ ევროპული სტანდარტების ცხოვრება ქონდეთ და ქართული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ხო გამოჩნდა ბოლო დღების მანძილზე, ხო? სამოქალაქო სოლიდარობით, თავისი სტანდარტით, მენტალიტეტით დიახაც არის ევროპელი. აი ვარდების რევოლუციის ორი მთავარი მონოპოლური ამ ხალხმა ვერაფერი ვერ უქნა ამ მონოპოლარს. ერთი ეს არის ინსტიტუციური განვითარება ქვეყნის, რომელიც გახდა ევროპული და საჯარო მოხელების წინამდე კანონი ამიტომაც მიიღეს, რომ საჯარო მოხელები მაინც ვერ გადაიყვანეს მათი აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ელსებზე და მეორე მენტალური რევოლუცია. ხალხი არის ქუჩაში, ახალგაზრდები არიან ქუჩაში, რომელთათვისაც ეს რუსეთი რო ვამბობთ, რუსეთი და ბელორუსი მიუღებელი რატო არა აქვს კულტურული ბმა არც რუსეთთან, არც ბელორუსთან, არც ავტორიტარიზმთან, არც ჩაწყობა უნდათ, არც ნეპოტიზმი უნდათ, ტენდერი რომ მოაგებინო, არ მოიგებს. იმიტომ რომ არ არის მენტალურად უბრალოდ ამისთვის, ასე არ არის აღზრდილი და ესეთი განწყობა არ აქვს. ამიტომაც გადამწყვეტი ბრძოლა აი ამ მცირე აგრესიულ უმცირესობას შორის და დიდ უმრავლესობას შორის. თავარია დიდმა უმრავლესობამ დაიჯეროს, რომ ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია და დიახაც ჩვენ ხელშია გამარჯვება. დასავლეთი გვერდში გვიდგას, იძახიან რომ ლისაბონიდან თბილისამდეა ევროპა, რომ არ დაუშვებენ
თბილისის გარუსებას და ქართულმა ხალხმაც ბოლომდე უნდა მიიყვანოს საქმე. ბოლო-ბოლო ამ სატელეფონო საუბრებს რო უსმეთ და აი ამ მშობლებს რო უსმეთ, ის ხალხია გამოსაყვანი პირველ რიგში ციხიდან. რამე თუ გასაფორმებელი ჰქონდა ოფიციალურად და სჭირდებოდა ივანიშვილს ეს ყველაფერი გააკეთა 26 ოქტომბრის შემდეგ. ხო, აი თქვენ თქვით რომ რაღაცა მოლოდინი აქვს, რომ თითქოს ახალი წელი, რაღაცა მუხტი დავარდება, განწყობები შეიცვლება და ასე შემდეგ. აი პირიქით აჩვენებს თუ არა ეს პროცესი? ეხლა ივანიშვილს ერთ-ერთი გათვლა აქვს. მას ნამდვილად არ აქვს ესეთი ძალა, რომ და ბევრად უფრო დიდ რეგიონალურ მოთამაშეებს უჭირთ სანქცირებული, იზოლირებული ცხოვრება და მათ შორის ის, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არის მათ წინააღმდეგ. ანუ ყველა ავტორიტარული რეჟიმი, ყველა ტიპის დიქტატურა ესწრაფვის იმისკენ, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, კრიტიკული ნაწილი საზოგადოების რაც აუცილებელია, რომ რაღაც დონეზე შეინარჩუნოს ძალაუფლება, გიჭერდეს მხარს და მეორე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც დონეზე შენი ეკონომიკური ფუნქცია არ დაკარგო და გარკვეულ საერთაშორისო ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, ოპერაციებში იღებდე აქტიურ მონაწილეობას. ის რაც ხდება საქართველოში ერთი მხრივ ეს არის მართლა სრული განხოცება ხო ეს ჩვენ გარშემო ხო ორ ძირითად რაღაცას ველოდით ბოლო წლების მანძილზე ვინც აქტიურად ვიბრძვით ამ სისტემის წინააღმდეგ. პირველი ეს იყო რომ საერთაშორისო საზოგადოება ენის მოჩლეკულ საუბარს დაასრულებდა ივანიშვილთან და მას პირდაპირ დაარქმეოდა იმას რაც არის ანუ რაც თუნდაც ამერიკის სანქციების დროს იქნა გამოყენებული ეს ტერმინები რომ ის ევროატლანტიკურ მომავალს ქვეყნისას ანგრევს და მათ შორის დემოკრატიას კლავს რუსული ინსტრუქციით და დაიწყებდა სანქციების პროცესი. ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი საერთაშორისო თვალსაზრისით, რაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უბრალოდ ეკონომიკური თვალსაზრისით ამ რეჟიმს, რომელიც არის ფინანსური პირამიდაც, მათ შორის არ კონდეს ფინანსური ბერკეტები ძლიერი და ეკონომიკური ბერკეტები ძლიერი და დაიწყოს ჩამოშლა ამ ხრივაც და ამ რეჟიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული ფინანსური აქტორების, რომლებსაც ნამდვილად არ მოწონთ და არ უნდათ ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, რომელიც იქნება იზოლირებული, SWIFT-დან ჩახსნილი და ასე შემდგომ. და მეორე, რა თქმა უნდა, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი კი არა, პირველი მნიშვნელობის ფაქტორი გახლავთ, როცა განხოცებაზე ვსაუბრობ მასობრივზე, ხო? ისეთი ადამიანები ხვდებიან საპროტესტო აქციებზე და პერმანენტულად და ამბობენ, რომ უკან ნახევას არ აპირებენ, რომლებიც მართლა პოლიტიკური პოზიციის გამო ყავდა, ან ყავდი წაშლილი სოციალურ ქსელში იმდენად რადიკალურად გამოთქვამდნენ ხოლმე ისინი თავიანთ მოსაზრებებს საწინააღმდეგო კუთხით. უბრალოდ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ხარ, რომლებიც ამ სინდიკატში არიან, ჩართულები არიან მათ მხარეს, ეგრეთ წოდებული ზონდერები, ანუ კონკრეტული სარგებლის მქონეები, რეჟიმის ჭანჭიკები არიან მათ მხარეს და ძალიან მცირე მასა სამწუხაროდ დღემდე ყავთ რაღაც დონეზე, რაღაც მცირე მასა კიდევ თვალ დაბინდული, მაგრამ უფრო და უფრო მეტ ადამიანს გაიხილა თვალი და გამოჩნდა კიდევაც, ხო? მათ არ ყავთ აქტიური მომხრეები. ერთადერთი ყავთ აი ეს მობმული ხალხი, რომლებიც აი მართლა რაზმები რო ყავთ, მარბიელი რაზმები, თორე ესეთი აქტიური მომხრეთა სრული კრიზისს განიცდის ეს რეჟიმი, ამიტომაც მთავარი რაც არის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, ანუ ლეგიტიმაცია არ მიეცეს ამ რეჟიმს და პირიქით სანქცირება გაგრძელდეს ამ რეჟიმის, რაც მას ეკონომიკურად ჩამოშლის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მომხდა ირანს უჭირს და რეგიონულ სუპერძალებს უწევთ სანქცირების ატანა და ეხლა როგორ წარმოგიდგენთ ივანიშვილის რეჟიმი ესეთი ძლევამოსილი ხარ ძალიან დიდად და მით უმეტეს სხვათა შორის სხვა აქტორებს ბოროტების გერძის ქვეყნებს ისეთი საქართველოს აწყობთ, რომელთაც მათ შორის დასავლეთთანაც ექნება ეკონომიკური კავშირი, აი ნეოთბილი ავტორიტარიზმი ეკონომიკურად უფრო აწყობთ, ხო, ბევრს, ნუ რუსეთს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ხალხს, ხალხი არ უნდა გატყდეს. ერთადერთი რამაც შეიძლება ის ძალაუფლება შეანარჩუნოს ივანიშვილს და ძალიან კარგად ესმის, რომ უმრავლესობის მოწოდებას ის ვერ დაიმსახურებს, მაგრამ ამ უმრავლესობამ ხელი უნდა ჩაიქნიოს და მიიჩნიოს, რომ აზრი არ აქვს ბრძოლას, მაგრამ ამას მე ნამდვილად ვხედავ ხალხის თვალებში, ხალხის ქმედებებში, რომ ამას ადგილი არ ექნება, უკან დასახევი ფიზიკურად არ გვაქვს. აი ყოველდღიურად როცა გამოდის 10,000-ობით ადამიანი ქუჩაში, რას იძახი მე ხომ მათთან ყოველდღიურად ცდილობს კონტაქტი დავამყარო. უკან დასახევი მოგცეს რომ დავიხიოთო უკან, იმიტომ რომ ისინი ან უნდა გაჩერდნენ, გაჩუმდნენ, არ ვიცი, სახში ჩაჯდნენ, ან წავიდნენ ემიგრაციაში და არც ერთს და არც მეორეს ღირსეული ქართველები, ნამდვილად ღირსეული ქართველები, რომლებიც ღირსებით ევროპაში შევლენ, ნამდვილად ქოცური, აი ფსევდო ღირსებისგან განსხვავებით და ღირსებით მართლა ქვეყანასაც ააშენებენ, ნამდვილად არ აპირებენ აი ამ ბრძოლის დაკარგვას და ამ ბრძოლის შეჩერებას, რასაც ძალიან ბევრი ქართველი შეეწირა და რასაც არ ვიცი, ანწუხელიძიდან დაწყებული თუნდაც დამოუკიდებლობის მოპოვების პირობებშიც თამაზ გინტური და არ ვიცი, დიდი ქართველები შეეწირნენ და ამ ბრძოლაში ხა ივანიშვილის რეპრესიების ნამდვილად არ გვეშინია.